სალომე სილაგაძე იყო. სიახლე მასწავლებლების გადამზადების პროგრამაში მასწავლებლის სახლის საგრანტო პროგრამას აცხადებს. თუ აქამდე პედაგოგების პროფესიულ გადამზადებაზე მხოლოდ მასწავლებლის სახლის ზრუნავდა, ახლა პროგრამაში მონაწილეობა უკვე სხვადასხვა ორგანიზაციასაც შეეძლება. შესაბამისი შესარჩევ კონკურსზე განცხადებების მიღება 21 ივლისამდე გაგრძელდება. გენო ოსეყმაშვილი გვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. გენო, რა პრინციპით შეირჩევიან გამარჯვებული ორგანიზაციები და რატომ გადაწყდა საერთოდ გადამზადების არსებული სისტემის შეცვლა? აბსოლუტურად მართალია, მასწავლებლების პროფესიული კუთხით გადამზადებას, ანუ პედაგოგებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგების, კონფერენციების, სემინარების ჩატარებას აქამდე მხოლოდ მასწავლებლის სახლი უზრუნველყოფდა და ეს უკვე 7 წელია გრძელდება. ახლა კი გადაწყდა, რომ პედაგოგების პროფესიულ გადამზადებაში ჩაერთონ ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო იურიდიული პირები, სიპები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ასე შემდეგ. კონკურსის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მასწავლებლებს არჩევანის საშუალება გაუჩნდებათ და გადამზადების კურსებსა და ორგანიზაციებს თავადვე შეარჩევენ. შედეგად მათი კარიერული თუ პროფესიული დონემ უნდა აიწიოს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ სამინისტროს ამგვარი მცდელობა პირველი არ არის, ჯერ კიდევ 2010 წლებში იყო გადადგმული მსგავსი დეცენტრალიზაციის ნაბიჯები, რომელიც 1 წელზე მეტხანს არ გაგრძელდა, რადგან მაშინ ის სისტემა ქმედითად არ ჩაითვალა. ხოლო ის თუ რითი განსხვავდება ახალი დეცენტრალიზაციის მცდელობა ძველისგან, რა პირობები და ვალდებულებები არსებობს და როგორ მოხდება გამარჯვებულების შერჩევა, ამ დეტალებს თქვენ მოამბის 20 საათიან მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნახავთ. მადლობა, ეს გენო ოსეყმაშვილი იყო.